საქართველოს არაფრის კეთებას აზრი არა აქვს, როგორ არა აქვს? როგორ არა აქვს? ამ რაღაცას, რასაც გიხსნი, პირადად ჩემთვის პირველივე წელს რამდენიმე მილიონის გაყიდვები მოუტანია. 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ლარის გაყიდვები აქვს დაგენერირებული მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაიწყეს არა პროდუქტების გაყიდვა, არამედ შემდეგ რასაც გეტყვი, არის იდეალური გამოსავალი, თუ კი კაი პროდუქტი და კაი სერვისი გაქვს, რეკლამაში ფულს ხარჯავ, მაგრამ გაყიდვები არ გაქვს. მიზეზი არის ის, რომ თუ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი პროდუქტი ან სერვისი, ან ფიქრობს რაღაცა საქმის დაწყებას და თუ ბიზნესი არ ყიდეს, ის ბიზნესი კვდება, ისევე როგორც თუ ადამიანი არ სუნთქავს, ეს ადამიანი კვდება. მარტივია. შესაბამისად, ჩემი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის გაყიდვები. საკმარისი გულისხმობ არა იმდენს, რომ თავი გაიტანო, საკმარისი გულისხმობ იმდენს, რომ შენი ბიზნესი განვითარდეს და მოგცეს შესაძლებლობა ადამიანურად ცხოვრების. მოკლედ, ძალიან მინდა რომ მიკი მოკიბვის გარეშე ვილაპარაკო ხოლმე, ამიტომ ეს ვიდეო იქნება მიკი მოკიბვის გარეშე, ისევე როგორც ყველა ჩემი სხვა ვიდეო თუ პირველად არ მხედავ. არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომელიც გაყიდვებით არ არის დაკავებული, ადამიანი, რომელიც ხელფასზე მუშაობს, გაყიდვებით არის დაკავებული, იმიტომ რომ თავისი ცხოვრების ერთ თვეს ან რაღაცა საათებს ან რაღაცა დროს ყიდის თავის დამსაქმებელზე. მისი მომხმარებელი არის დამსაქმებელი, რომელიც თვეში ერთხელ უხდის ფულს. ან კონსიგნაციით აძლევს ცხოვრების დღეებს და ის თვეში ერთხელ უხდის ფულს. მოკლედ, სულ ერთია, ყველა ცოცხალი ადამიანი მთელ დედამიწაზე ვართ გაყიდვებით დაკავებული. როდესაც საქმე ეხება პროდუქტის ან სერვისის გაყიდვას, მივდივართ შემდეგ 3 საფეხურამდე. ნახე, გაყიდვებში არის სულ 3 საფეხური. უცნაურს არაფერს არ ვიტყვი, ყველაფერს გაიგებ ამ ვიდეოდან, ყველა სიტყვას გაიგებ. ნახე, პირველი საფეხური არის ერთი ერთზე გაყიდვა. ერთი ერთზე გაყიდვა ნიშნავს, მაგალითად იმისთვის, რომ შენი პროდუქტი გაყიდო, ადამიანებს ერთი ერთზე პირისპირ უნდა ელაპარაკო. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა, ეს შეიძლება იყოს ტელეფონით ლაპარაკი, ეს შეიძლება იყოს მიმოწერა. არ ვიცი, შეიძლება მოვიდნენ შენთან მაღაზიაში, სულ ერთი მოკლედ. თუ გაყიდვებს ახლა იწყებ, გინდა არ გინდა, იწყებ, რომც არ გინდოდეს, უნდა დაიწყო, რომც გეგონოს რომ არ იწყებ, აქედან იწყებ ერთი ერთზე გაყიდვით. მოდიან ადამიანები, უხსნი, რაღაცას ელაპარაკები, ასე შემდეგ და არის შანსი რომ იყიდონ. რა თქმა უნდა, ყველა არ ყიდულობს, შესაბამისად შეიძლება მაგალითად 10-დან 1 ყიდულობდეს. 10-დან 1 თუ ყიდულობს, 100-დან რამდენი გამოდის? 10. ესე იგი, რამდენი პროცენტი ყიდულობს? 10%. ესე იგი, შენ გაქვს 10% კონვერსია. კონვერსია არის პოტენციური მომხმარებლებიდან რამდენი კონვერტირდება მომხმარებლებად. მაგალითად, თუ გინდა რომ 10 მაკაც მეიყიდოს, 100-ს უნდა ელაპარაკო. ხო ესეა? და თუ შენ ყიდი ერთი ერთზე, 10 გაყიდვისთვის გჭირდება 100 ადამიანთან ერთი ერთზე გაყიდვა. ეხლა რასაც გეტყვი, არის იდეალური გამოსავალი, თუ კი კაი პროდუქტი და კაი სერვისი გაქვს, რეკლამაში ფულს ხარჯავ, მაგრამ გაყიდვები არ გაქვს. მიზეზი არის ის, რომ ჩავარდნა გაქვს სტრატეგიაში და შეხედე. ნახე რა უნდა გესმოდეს, უყურე. გაყიდვა არის არასასურველი A წერტილიდან, ისა, ესე გავაკეთოთ. გაყიდვა არის არასასურველი A წერტილიდან მეტად სასურველ B წერტილში გადანაცვლება. ჩათვალე, რომ ეს არის მდინარე, ესეთი და ყიდვამდე შენი მომხმარებელი, შენი პოტენციური მომხმარებელი არის აქეთა ნაპირზე. და როცა იყიდის, ნიშნავს იმას, რომ გადაინაცვლებს მეორე ნაპირზე. იმის გამო, რომ ყველას გვესმის, რომ ეს რა კი არის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადანაცვლება, ადამიანები აქ ცდილობენ მომხმარებლები დაარწმუნონ, რომ ისე ენდონ შენ შეთავაზებას, რომ ამხელა ნაბიჯი გადადგან და იყიდონ შენი შეთავაზებები. და ამას აკეთებ არა მარტო შენ, ამას აკეთებს ვაფშე ყველა და მაგიტოა რომ არასწორია. მაგიტოა რომ ფულს ხარჯავ რეკლამაში და გაყიდვები არ მოაქვს. როდესაც მთელი დედამიწა ადამიანებს ეხვეწება, რომ მოდი ძმაო, მე გადაგიყვან ამ ნაპირიდან ამ ნაპირზეო, შენ რა უნდა გააკეთო? რა უნდა გააკეთო? შენთვის თავარია გაყიდოს შემდეგი ნაბიჯი. და შემდეგი ნაბიჯი გაყიდვებში არ არის აუცილებელი რომ იყოს ყიდვა. რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? აი მაგალითად, შენ დაინტერესებული ხარ ჩემი პროდუქტის ყიდვით. ეს კი საბოლოო შედეგია, მაგრამ წინ რა შეიძლება ამას უსწრებდეს?
შეიძლება კითხვები გაქვს და კონსულტაცია გჭირდება. თუ კონსულტაცია შეიძლება გჭირდებოდეს ჩემი პროდუქტის საყიდლად და სამყაროში არ არსებობს არც ერთი პროდუქტი, რომელსაც ადამიანი კონსულტაციის გარეშე ყიდულობს. არ არსებობს. თუ შენგან არ ღებულობს კონსულტაციას ღებულობს მეგობრისგან ურეკავს და ეკითხება რომ ლანა, ხო არიცი ეს ადრე მახსოვს შენ ახსენე და როგორია? იმან თუ უთხრა არა, მე წავა დაგუგლავს. ნახე, ადამიანს ყოველთვის სჭირდება დამატებითი ინფორმაცია მანამ სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წინა ეტაპი არის კონსულტაცია. შესაბამისად, როცა მთელი სამყარო ყიდის ბინას, ვაკეში ბინას, ქობულეთში რაღაცა მანქანას, იაპონიიდან მანქანას, ამერიკიდან ყველა ერთმანეთს დაძდევს ეუბნება რომ მოდი მე შენ ამას მოვყიდი, მე შენ ამას მოვყიდი, შემდეგ იყო ტიპი რომელიც ყიდის შემდეგ ნაბიჯს, ანუ კონსულტაციას. შენი მთელი კომუნიკაცია თუ ერთ-ერთზე ყიდი, შენი მთელი კომუნიკაცია უნდა ემსახურებოდეს არა პროდუქტის გაყიდვას, არამედ შემდეგი ნაბიჯის გაყიდვას, უფასო კონსულტაციას. ანუ ეს იგივეა რომ სანამ ადამიანი ამხელა ნაბიჯს გადადგამს, ისე გენდობა რომ ტიპი წარმოიდგინე ახლა ეს რო იყოს ძალიან სწრაფი მდინარე. და აქ ვიღაც გეუბნება რომ მოდი ძმაო, აქ შენ დადექი და რო გაიქცევი იქეთ გადაგახტუნებ და იქ მე შენ რო დაგხვდები ეგ ის იქნება რა შენ გინდა ბიჭო. შეიძლება ის ნაპირი კი ის არის მე რაც მინდა, მაგრამ მეშინი აქ რო ჩავარდე, სიღრმე არ ვიცი, სისწრაფე არ ვიცი, რო ჩავარდე ტელეფონი დამისვალება, ტანსაცმელი დამისვალება, შეიძლება წყალმა წამიღოს ის, რა უნდა ვქნა? აქ უნდა პატარა ქვა დავდო, პატარა კუნძული გავაკეთო, რომ ადამიანი კი არ გადახტეს და რაღაცები გარისკოს. უსაფრთხოდ შეძლოს ფეხის დადგმა. უსაფრთხოდ ფეხის დადგმის ერთ-ერთი ესეთი რაღაც არის უფასო კონსულტაცია. ამიტომ ადამიანებს ნუ ეტყვი მოდი მოგყიდო, ადამიანებს უთხარი რომ მანამ სანამ ვიღაცას ენდობი, ვიღაცას ფულს მისცემ, ვიღაცა ცნობილ დეველოპერის რეკლამას ენდობი. სანამ რაღაცა კომპანიის შეთავაზებას დათანხმდები და იტყვი რომ მოდი მანქანას ამერიკიდან ამას ჩამოვაყვანინებ, სანამ ამას იზამ მოდი ძმაო მე შენ უფას კონსულტაციას გაგიწევ რა უნდა იცოდე რომ არ მოტყუდე. ნახე რატო გეუბნები, როდესაც შენი ყველა კონკურენტი რაღაცას ყიდის და შენ არაფერს არ ყიდი, უფასო კონსულტაციას სთავაზობ ადამიანებს, ეს ადამიანები თავს იყრიან შენს აი ამ წერტილში და მოგმართავენ შენ. და თუ იცი როგორ უნდა ილაპარაკო უფასო კონსულტაციაზე, თუ ეხლა გაიგერო უფასო კონსულტაცია უნდა გაყიდო, სავარაუდოდ არ გეცოდინება. პატარა შეთავაზებას გავაკეთებ, ნახე აღწერაში Sales Ninja-ს ლინკი თუ ჩანს, Sales Ninja-ს ერთკვირიანი მარათონი ემსახურება იმას, რომ ადამიანებს ასწავლოს აჟიოტაჟი სატეხვა, ასწავლოს გაცილებით მეტი პოტენციური მომხმარებლის გენერირება და ისე ლაპარაკი კონსულტაციაზე, რომ სანამ ტელეფონს გათიშავ ადამიანი ფულს გირიცხავდეს. მაგრამ ნახე სისტემა უნდა გესმოდეს. ზუსტად იგივეა, როგორც ფეხბურთს თამაშობ. ფეხბურთს როცა თამაშობ, მიზანი რა გაქვს? გოლი გაიტანო. მაგრამ თუ იმდენად შორს ხარ მოწინააღმდეგის კარიდან, რომ აქედან დარტყმას აზრი არ აქვს, შენი მიზანი რა არის? მომდევნო ისეთი პასი განახორციელო, რომ მიზანს მიუახლოვდე. გაყიდვებშიც, ურთიერთობებშიც, ნებისმიერ რაღაცაში ყოველთვის ეგრეა, შეეცადე გაყიდო შემდეგი ნაბიჯი. ურთიერთობები რატო ვახსენე? შეიძლება დასაქორწინებელი ადამიანი ხარ და ვიღაცასთან პაემანზე მიდიხარ. სერიოზული მიზნები გაქვს, გასართობად არ გინდა, ოჯახის შექმნას აპირებ, ისიც ეგეთია, შეიძლება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ეგ არის, პაემანზე ხო მიზანი ის არის, რომ გამოჩნდეს აქვს აზრი თუ არა მომდევნო შეხვედრის დაგეგმვას, კიდე ერთხელ შეხვედრას. რატო? იმიტომ რომ მეორე შეხვედრაზე უნდა გამოჩნდეს აქვს თუ არა აზრი კიდე ერთხელ შეხვედრას. კიდე ერთხელ შეხვედრას მანამ სანამ მეგობრებად არ ჩამოყალიბდებით, მანამ სანამ ნდობა განგივითარდებათ და როცა მე უკვე ორივე მიხვდებით რომ კი არ რისკავთ რაღაცეებს, არამედ ერთმანეთს ისე ენდობით რომ ჯობია რისკები ერთად დაძლევთ, ქორწინდებით. ზუსტად იგივეა გაყიდვებში. ოღონდ ეხლა რასაც გეტყვი, აი გონებაში გქონდეს ყოველთვის. კონსულტაციას როცა ატარებ, კონსულტაცია არის, უფასო კონსულტაცია არის საუბრის კონკრეტული სტრუქტურა, კონკრეტული პრინციპი და მუღამი, სადაც იმიტომ არ ელაპარაკები ტიპს რომ მიყიდო, იმიტომ ელაპარაკები რომ დარწმუნდე, შეგიძლია თუ არა ამ ადამიანის დახმარება შენი პროდუქტით. წარმოიდგინე, ექიმი რო იყო, პაციენტს იმიტომ არ ელაპარაკები რომ მკურნალობა დაიწყოს. პაციენტს იმიტომ უწევ კონსულტაციას, რომ განკურნებაში დაეხმარო. მკურნალობა დაიწყოს და განკურნებაში დაეხმარო ორი სხვადასხვა რაღაცაა. მიხვდი ხომ? ადამიანები, ვინც დღეს ცდილობენ თავიანთი პროდუქტები მთელი ძალით გაყიდონ, იმიტომ რომ თავიანთი მიზეზები აქვს, თავიანთი ინტერესები აქვს. ცდილობენ, აი, იმ ექიმებს მსგავსებიან, ხო იცი, რაღაცა ატკატის
მიზნით, რომ რაღაც დებილობა წამლებს გამოგიწერს და გეტყვის, რომ აი მე აფთიაქში მიდი, რატო? იმიტომ რომ თავის ინტერესი აქვს. ეგრე არ უნდა იყო. უნდა შეეცად და ნახე, იმიტომ კი რომ შეიძლება კეთილი ხარ და ეს გასხევოცნებული ხარ. არც აქვს აზრი, მაგრამ რაღაცას ამ ვიდეოში მიხვდები, რატო არ აქვს აზრი ვინმეზე ამის შეტენას. მით უმეტეს, როცა იცი სწორად რა ილაპარაკო აქ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდეს კონსულტაციაზე, შენთვისაც არანაირი მუგამი არ აქვს შეტენას, იმიტომ რომ ხედავ ადამიანს, რომ ამას არ ჭირდება შენი პროდუქტი და შეტენვის მოტივი არ გაქვს, იმიტომ რომ ამის უკან არის ადამიანი, ვინც სასიცოცხლო დაფასებს შენ შეთავაზებას და ამას რატომ უნდა შეტენო? ეს ჯობია გადაამისამართო თუნდაც კონკურენტთან და შემდეგ ადამიანი მიიღო. რაღაცას თუ ყიდი და უკვე 3 თვეა გასული და ამ 3 თვეში დედამიწაზე ყველაზე მეტ ინფორმაციას არ ფლობ შენს პროდუქტზე, იმ პრობლემებზე, რომელსაც შენი პროდუქტი აგვარებს, იმ ხალხზე, ვისაც ის პრობლემები აქვს, რომელსაც შენი პროდუქტი აგვარებს, ესე იგი ძმაო, არასწორი გზით მიდიხარ. რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, 3 თვეც არ დამჭირდება იმისთვის, რომ იმ სფეროში სამყაროში ყველაზე მეტ ცოდნას ვფლობ და იმიტომ რომ მე თუ მინდა ფული უნდა ვაკეთო სხვების პრობლემების გადაჭრით, შესაბამისად დრო უნდა დავახარჯო არა ჩემს პრობლემებზე ფიქრს, ეხლა ეს როგორ გავუკიდო, დრო უნდა დავხარჯო იმ ადამიანების პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს, რომელსაც ჩემი პროდუქტი წყვეტს. გაყიდვების შემდეგი საფეხური არის გაყიდო ერთი-ერთზე გაყიდვიდან გაყიდო ერთი ბევრზე. რას ნიშნავს ერთი ბევრზე? უყურე. იმას ადამიანს, ვისანაც სათაოდ უნდა მელაპარაკა. თუ ერთ სივრცეში მოუყრი თავს და ერთხელ ვიტყვი სათქმელს, მინიმუმ ხო ისევ 10% იყიდის. სინამდვილე არის ის, რომ 10%-ზე მეტიც იყიდის, იმიტომ რომ ადამიანები როცა ხედავენ, რომ სხვები, ვინც იგივე მდგომარეობაში არიან, რაშიც თვითონ ყიდულობენ, მასაც უჩნდება სურვილი, რომ იგივე გააკეთოს. ერთ-ერთზე გაყიდვას მე აქ შენგან დიდი დრო. 10 ცალი რო გაყიდო, 100 კაცს უნდა ელაპარაკო, მაგრამ თუ 100 კაცს ერთ ოთახში მოუყრი თავს და ერთხელ გააკეთებ შეთავაზებას, ყველაზე ცუდ ვარიანტში 10 იყიდის, მაგრამ შენგან 100 ჯერ ნაკლები დროა წასული. ხვდები რომ ხელა მოკლე გზა არის, როდესაც იწყებ ერთი ბევრზე გაყიდვას. ერთი ბევრზე. აქ თუ გჭირდება ლაპარაკის დამუღამება, როგორ უნდა ილაპარაკო, რა კითხვები უნდა დასვა, რა პასუხებს, რა მნიშვნელობა უნდა მიანიჭო, როგორ დაანახო, როცა შენ დარწმუნდები, რომ შეგიძლია ამ ადამიანის დახმარება, მე ეს ყველაფერი მას როგორ დაანახო და როგორ დაარწმუნო მომხმარებელი რომ იყიდოს. უყურე, მიაქცია ყველა სიტყვას. ყურადღება რომელსაც გეუბნები. მე არ გეუბნები როგორ დააძალო, გეუბნები როგორ დაარწმუნო. დაარწმუნო და დააძალო ორი სხვადასხვა რაღაცაა. მე როდესაც ვცდილობ შენზე პროდუქტი გავყიდო, ამას შევეცდები მხოლოდ მას შემდეგ, როცა მე დავრწმუნდები, რომ შენ რა პრობლემას გაქვს, მე ამას გიგვარებ და ეხლა შევეცდები, რომ შენც იგივე დაგანახო. მე შენ დაგანახო შენი მიზეზები, რატო ღირს შენი პრობლემის, ჩემ პროდუქტით გადაჭრა და რატო ვიზამდი შენს ადგილას მეც იგივეს. იმიტომ რომ მე თუ შენს ადგილას იგივეს არ ვიზამდი, მე თუ შენს ადგილას ჩემი პროდუქტით ჩემს პრობლემას არ გადავჭრიდი, მაშინ მე შენ არ მოგყიდ, მე მირჩევნია გაგიშვა ძმაო ჩემს კონკურენტთან, თუნდაც რატო, იმიტომ რომ იქ რო ის კარგ პროდუქტს მოგყიდის, ვისი მადლიერი იქნები? გოგეშვილი, სიტყვი რომ გოგეშვილი რა ჯიგარია ძმაო. რა კაი კაცთან დამამისამარ. ხვალ ზეგრო ჩემი პროდუქტი დაგჭირდება, ვის არ მიხვალ? როცა ჩემი დაგჭირდება, ჩემთან. ნდობა როდის გავამყარე. კონკურენტთანო გაგიშვი მაშინ. შენი სახით მე მყავს უკვე მეგობარი. თუ შენი მეგობრები შენთან არ ყიდულობენ და არც იმას გეუბნებიან, რატო არ ყიდულობენ და რა უნდა გამოასწორო, ცუდი მეგობრები გყავს. სერიოზულად. თუ ადამიანები, ვინც შენთან იყიდეს შენი პროდუქტი და არ დამეგობრდნენ შენთან, ცუდი პროდუქტი გაქვს. შეიძლება კაი პროდუქტი გაქვს, მაგრამ რაღაცები გჭირდება. შენი მომხმარებლები უნდა იყონ შენი მეგობრები, ძმაო. და შენი მეგობრებიც უნდა იყონ შენი მომხმარებლები. მე არ მჯერა იმისი, რომ შინაური ხარ და შენთან არ ვიყიდე, სხვასთან ვიყიდე, იმიტომ რომ მომერი და ის არ მოგერი და სხვასთან ვიყიდე, ჩემთან გეყიდა, ძმაო. არა, იმიტომ რომ იაფად მომეცა, იმიტომ რომ ძმაკაცები ვართ. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ ძმაკაც რატო უნდა მიყიდო, მომისმინე ძმაო რა. თუ ძმაკაცი ხარ, მაშინ მოდი გადაიხადე და ჩემს რესტორანში მოდი გადაიხადე 500 ლარი და არ ჭამო არაფერი. ძმაკაცები ხო ვართ, პროსტა გადაიხადე. აბა პროსტა რატო უნდა ჭამო? გადაიხადე, როცა გჭირდება, ჩემი ძმაკაცობა ის იქნება, რომ თუ არ გჭირდება არ მოგყიდი. თუ მოგყიდე, ისეც გადავაჭარბებ შენს მოლოდინს, რომ იტყვი, კიდე მეტად დავძმაკაცდებით
მაგრამ ძმაკაცობა იმაში არ გამოიხატება, რომ მოლოდინი გქონდეს, რომ მე შენ ჩემი დრო უფასოდ გაჩუქო. შენ თუ სურვილი გაქვს, რომ სხვისი დრო უფასოდ მიიღო, შენ ჩემი ძმაკაც ვერ იქნები. შენ თუ ჩემსაც არ აფასებ, არ ვიცი, მეც არ ვაფასებ შენსაც. ყველაფერი არის ორმხრივი. თუ ესე იქცევი, მე როცა მენდომება, ჩემი სურვილით რომ შენ პატივი იქცე, არ დამჭირდება შენი თქმა ისე იქცე. მაგრამ თუ დამავალდებულებ, არ ხარ ძმაკაცი. მოკლედ, კიდევ რა შემთხვევები ყველგან არის, გამონაკლისები ყველგან არის. ამ თემის ჩადეტალებას ხანდახან აქვს აზრი, იმიტომ რომ საქართველოში მტკივნეულად ხვდებათ, რომ მეგობარმა ფული როგორ გამოგართვა, ბიჭო, როგორ გამომართვა და მაგალითად ჩემი კურსი ღირს 3600 ლარი. როგორ ვეუბნებით თუ იცი? მეგობარს რა ღირს ჩემი კურსი? ჩემი კურსი ღირს 3600 ლარი. ზუსტად ესე ვეუბნები ჩემს მეგობარსაც. მოკლედ. ერთი ბევრზე, ნახე, აქ თუ გჭირდება ცოდნა, რა კითხვები დასვა, როგორ ილაპარაკო და შემდეგ, როცა შენ დარწმუნდები, კითხვებს იმიტომ არ სვამ, რომ კითხვები დასვა, იმიტომ სვამ, რომ დარწმუნდე ამ ადამიანის დახმარება შეგიძლია თუ არა და როცა დარწმუნდები, რომ შეგიძლია, შემდეგ როგორ უნდა გააგრძელო საუბარი, რომ ისიც დაარწმუნო და როგორ უნდა გააგრძელო საუბარი, რომ ჩახურო გაყიდვა, აქ სხვა ამ ეტაპზე პირველ საფეხურზე სულ სხვა ტაქტიკები და სტრატეგიები გამოიყენება. მაგრამ ერთი ბევრზე გაყიდვისას, როდესაც მაგალითად პრეზენტაციას ატარებ, ხშირად შენმა ერთმა პრეზენტაციამ შეიძლება შესვალოს მთელი შენი ცხოვრება, შენი ბიზნესის მომავალი, შენი განვითარების მომავალი უკეთესობისკენ. და ისევ როგორც უარესობისკენ, მაგრამ ერთ პრეზენტაციას თუ კარგად იცი, ერთი ბევრზე გაყიდვისას რა როგორ უნდა წარმოაჩინო, შეიძლება ერთ პრეზენტაციაში იმდენი აიღო, რამდენსაც ვერ აიღებდი მთელი წელი. ჩვენ მქონია ლაივები, სადაც საათნახევარში 78000-ის გაგვიყიდია. სადაც 1 საათში 73000-ის გაგვიყიდია. სადაც 40000-ის გაგვიყიდია. ერთ საათში გეუბნები. გუშინ წინ ვნახე ვიღაცა ჩინელმა 12 საათიან თუ 18 საათიან ლაივში მილიარდ რაღაცის გაყიდა. ჩინელმა. რატო? იმიტომ რომ ერთი ბევრზე პრეზენტაცია თუ იცი, ეს არის უდიდესი მოკლე გზა. როცა რაღაცას ყიდი, სამი რაღაცა გჭირდება იმ რაღაცით, რომ ფული იშოვა. გჭირდება პროდუქტი, რომელიც რეალურად სხვა ადამიანების პრობლემას აგვარებს. იმდენად რთული გასაგებია. მოდი იცი რა გავაკეთოთ, რაღაცა გეგმას არ გავყვები რა ამ ვიდეოში, მინდა რომ ბევრი რაღაცა გითხრა ისეთი, რაც გამოგადგება. რა თუ დაკვირვები ხარ ადამიანები, ვინც ვერ ყიდიან თავიანთ პროდუქტებს, რატო ვერ ყიდიო, რომ დააკვირდები? ბიჭო, ისეთ რაღაცას ყიდის, ეს პროდუქტი არავის პრობლემას დიდად არ აგვარებს. ანუ კი კაია, მაგრამ პრობლემა ამ ადამიანს ისეთ მწვავე პრობლემას არ აგვარებს და დაიმახსოვრე ძმაო. ადამიანი ფულს იხდის ერთადერთ შემთხვევაში. ერთადერთ შემთხვევაში გადაჭრას პრობლემა. იმიტომ რომ ფული რომელიც იშოვა მარტივი გზით არ უშოვია და ამ ფულს პროსტატა გარდახარჯავს პრობლემას თუ უწყვეტს, ცხოვრებას თუ უმარტივებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაიხდის და შენ რაღაცა ფელამუშის ბაფთას აკეთებ და ამბობ რომ შრომა ჩავდეო გავიგე, მაგრამ არავის პრობლემას არ წყვეტს. ფელამუშის ბაფთა. სამი რაღაცა გჭირდება, რომ შენმა შრომამ, შენმა პროდუქტმა და სერვისმა ფული გაშოვნინოს. წვავე პრობლემას უნდა წყვეტდეს, ოღონდ ეს პრობლემა ბევრს უნდა ჰქონდეს, ან ცოტას, მაგრამ ძვირი უნდა ღირდეს ამ პრობლემის არ გადაჭრა. მიხვდი? მეორე გჭირდება ამ პრობლემის მქონე ადამიანებით სავსე სივრცე და გჭირდება შეთავაზება სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ანუ წარმოიდგინე, გაქვს რაღაცა პროდუქტი ან სერვისი, იმისთვის რომ ამითი ფული იშოვო, ეს პროდუქტი ან სერვისი უნდა აგვარებდეს მწვავე პრობლემას და გჭირდება ოთახი, რომელიც სავსეა ამ ხალხით და გჭირდება შეთავაზების ცოდნა. და ამ შემთხვევაში შენი პროდუქტი ან სერვისი კაი ფულს გაშოვნინებს. სხვა შემთხვევაში დაგტანჯავს და მე ვიტყვი რომ საქართველოში არაფრის კეთებას აზრი არა აქვს. როგორ არა აქვს? ამ რაღაცას, რასაც გიხსნი, პირადად ჩემთვის პირველივე წელს რამდენიმე მილიონის გაყიდვები მოუტანია. აი, ამაზე არაფერს ვამბობ. მხოლოდ პირველ საფეხურს. 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ლარის
გაყიდვები აქვს დაგენერირებული მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაიწყეს არა პროდუქტების გაყიდვა, არამედ შემდეგი ნაბიჯის გაყიდვა. ხო, წეგან ფეხბურთის მაგალითი რომ მოიყვანე, იქ მინდოდა პატარა სკოლიო გამეკეთებინა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის გქონდეს გონებაში, რომ თუნდაც გაყიდვების პროცესი, რომ ფეხბურთის თამაშს ან ხელბურთის თამაშს შევადაროთ, სადაც როცა გოლს გაიტან მაგალითად დაწინაურდები, გახსოვდეს, რომ გოლი არ გაგაქვს მომხმარებელთან. მომხმარებელი არ არის შენი მოწინააღმდეგე. მომხმარებელი არის ტიპი, ვისთან შენი თანაგუნდელია, ვისთან ერთადაც ბურთს აგორებ და გოლი გაგაქვთ მის პრობლემებში. მისი პრობლემების კარში და არა მომხმარებლის კარში, იმიტომ რომ როგორც კი ამას აურევ მომხმარებელთან გადახვალ მორევაზე, შეტენვაზე, დაძალებაზე, არა დარწმუნებაზე, არამედ დაძალებაზე. ამიტომ თუ გინდა რომ აი ეს ბალანსი ტვინში არ გაგექცეს და ტყუილად არ დაიწყო არასწორი პრობლემის მოგვარება, მომხმარებელი არის შენი თანაგუნდელი. წარმოიდგინე ფრენბურთს რო თამაშობთ, მომხმარებელი საით არის, ბადის იქეთ არის თუ ბადის აქეთ. თუ მომხმარებელი ბადის იქეთ არის, ისეთ დაარტყამ რომ შეეცდები ვერ აიღოს მან. შენ აი ეგეთი მომხმარებელი არ გჭირდება, რომელიც იმიტომ იყიდის, რომ შენი პასი ვერ აიღოს, შეუსრულე მაგარი ებაზრე და აი ამერიკულ ფილმებში რო ერდა საქართველოშიც რაც გონიათ გაყიდვა, რომ აი ეს უნდა ებაზრო რო ვარი ვერ გიხრას, ანუ რომც იყიდოს შენი პროდუქტი შენმა მომხმარებელმა, შენი მიზანი თუ არის არა უმკურნალო, არამედ განკურნო, ვერ განიკურნება, არ დაიწყებს, დამარცხებული ადამიანი არ დაიწყებს მკურნალობას. შენ გჭირდება და მიხვდე და გაიაზრო, რომ მომხმარებელი რომელიც ფრენბურთის მოედანს შენთან ერთად არის, ბადის აქეთ არის, შენს მხარეს არის. შესაბამისად, როცა ბურთს ააგდებ, რომ მან დაიჭიროს, ისეც კი არ ააგდებ, რომ ვერ დაიჭიროს, ისეც ააგდებ, რომ თვითონ დაარტყას და ჩაუგდოს თავის პრობლემებს. მოგლეთ მიხვდი ხო? მეორე საფეხურზე იმის გამო, რომ ნახე, ერთ-ერთზე როცა ტიპს ელაპარაკები, ხო? თუ არ ყიდულობს, თუ შენ თუ დარწმუნდი რომ უნდა იყიდოს და ეს არ ყიდულობს მაინც, რას იზამ? კითხავ, რატო არ ყიდულობს, რა პრობლემაა, ხო? როგორი უნდა ყოფილიყო ეხლა ეს პროდუქტი ჩემი შეთავაზება, რომ შენ ეხლა მოვიფიქრების ნაცვლად გეთქვა მინდა. იმის ნაცვლად რომ გეთქვა ეხლა ფული არ მაქვს, რა უნდა მეთქვა ისეთი, რომ ფული რომც არ გქონოდა გეშოვა. იმიტომ რომ მე მაქვს შემთხვევა, როდესაც რაღაცა თუ გულით მინდა, ვფიქრობ არა იმას რომ ვერ ვიყიდი, ვფიქრობ როგორ ვიყიდო, როგორ ვიშოვო, რამდენჯერ ყოფილა რაღაცა გულით რო გდომებია, ამდღარ ხარ და გიშოვია, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ეგეთი, თუ რაღაცა გულით გვინდა, იმ ამოცანას ამოხსნით. იმიტომ რომ ამოხსნადია ფინანსური საკითხები არის ამოხსნადი თუ ადამიანს გულით უნდა. და თუ ხედავ რომ ადამიანი არ ყიდულობს, ერთ-ერთზე როცა ელაპარაკები, კითხავ. მაგრამ ერთი ბევრზე ახლა წარმოიდგინე შენ რაღაც პრეზენტაციას ატარებ 500 კაცში, 300 კაცში, 200 კაცში, თუნდაც 50 კაცში. ვერ კითხავ. და არა და ინფორმაცია გაქვს მისატანი, რა უნდა ქნა. მეორე საფეხურზე აქტიურად იყენებ ამბის თხრობას. ამბის თხრობა არის რაღაცა, რაშიც თუ გაუმჯობესდები, უნარია, ნიჭი არ არის. შეიძლება ვიღაცას ნიჭი აქვს და არ ჭირდება გაუმჯობესება, მაგრამ სინამდვილეში ამბის თხრობა არის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მას მოახმარ საკმარის ძალისხმევას, ეს უნარი შენს ხელში გაუმჯობესდება. ის ფაქტი, რომ უნარი უმჯობესდება, ნიშნავს იმას, რომ შეიძლება თავიდან იყოს ძალიან ცუდი ამ რაღაცაში, მაგრამ თანდათანობით გახდე უკეთესი. ვიზზე უკეთესი? შენს წინა ვერსიაზე უკეთესი. არა ჩემზე უკეთესი, არა ნოდარაზე უკეთესი, არა შენს მეზობელ შალვაზე უკეთესი, შენს წინა ვერსიაზე უკეთესი. რატომ? იმიტომ რომ უნარია. და უნარი იმის უნარია, რომ თუ ძალღონეს არ იშურებ, ეს გაუმჯობესდება. შენი აზრით, ღირს თუ არა ისეთი უნარის გაუმჯობესება, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ერთი ბევრზე გაყიდვით ის შედეგი მიიღო, რასაც მაგალითად მიიღებდი ერთ-ერთზე გაყიდვით 3 წლის, 5 წლის, 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა ღირს. მეორე საფეხურზე უნდა გადავხვიდე მას შემდეგ, რაც დაამუღამებ ვისთვის როგორანაირად იყიდება შენი პროდუქტი. შემდეგ მეორე საფეხურზე ამ მესიჯის მიტანისთვის სწავლობ ამბის თხრობას, ისე რომ ამბები ისე მოყვე, რომ ადამიანებს მანამ მოუნდეთ შენი პროდუქტის ყიდვა, სანამ შეთავაზებას გააკეთებ. მესამე საფეხური არის ძალიან საინტერესო.
მესამე საფეხური არის გაყიდო ბევრჯერ. იცი? ერთი ბევრჯერ, ვთქვათ აქ. ერთი ბევრჯერ. ერთი ბევრჯერ, ხო? ეს ხო არის ერთი ერთზე. ეს არის ერთი ბევრზე და ეს არის ერთი ბევრჯერ. წარმოიდგინე პრეზენტაცია, რომელიც ერთი ბევრთან ჩაატარე და 500 კაცი ესწრებოდა და 50 კაცმა იყიდა შენი 1000 ლარიანი ოფერი. 50000 ლარი ამ შენმა ერთმა პრეზენტაციამ, იმიტომ რომ ისწავლე, ამბის ხრობა ისწავლე, სწორად კომუნიკაცია ისწავლე ეს 50000 ლარი მოგიტანა. მაგრამ ეს ხო ფაქტია, რომ ეს პრეზენტაცია რომ 500 კაცმა მოისმინა, 50 კაცი ყიდულობს. ესე იგი, თუ ამ პრეზენტაციას ნახავს 500 კაცი კიდე ერთხელ, სავარაუდოდ 50 კაცი კიდე იყიდის. დღეს ვცხოვრობ ციფრულ სამყაროში. მე თუ ამ ყველაფერს გადავიღებდი და შემდეგ ჯერზე მე აღარ მომიწევდა დადგომა და პრეზენტაციის ჩატარება, უბრალოდ ადამიანებს ვაჩვენებდი. ვებინარის, მასტერკლასის, და ავტომატიზებული ვებინარები არსებობს, შეიძლება არაერთ ჩემსასაც დასწრები ხარ, თუ ვაჩვენებდი ავტომატიზებული ვებინარის, მასტერკლასის, ვორქშოპის, კიდე რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაცის სახით, ეს ადამიანები იყიდნენ. ესე იგი, მე შემიძლია უკვე მესამე საფეხურზე ისე ვყიდო ერთი ბევრზე, რომ მე აღარც კი ვიყო ჩართული ამ პროცესში. ფული ვაკეთო მაშინაც კი როცა მძინავს. აქ უკვე ცოტა სხვა ტექნიკური უნარები გჭირდება, მაგრამ ნახე, უნდა გესმოდეს, თუ ფული შოვნა გინდა, რა საფეხურები გაქვს გასავლელი. აქ დიდ ფულს ვერ იშოვი. ერთი ერთზე გაყიდვით, ფულს იშოვი, მაგრამ დიდ ფულს ვერ იშოვი. ბევრ ფულს იშოვი, დიდს ვერ იშოვი და ნახე რატო. როცა ერთი ერთზე ყიდი, რამ ერთი ერთზე გაყიდვას ჭირდება შენი რა? დრო ჭირდება. რა ჭირდება კიდე? ენერგია ჭირდება. როდესაც რაღაცა ფულის გენერირებისთვის იყენებ დროს. დრო შეზღუდული რესურსია თუ შეუზღუდავი? შეზღუდული. ენერგია შეზღუდული რესურსია თუ შეუზღუდავი? შეზღუდული. როდესაც შემოსავალს აგენერირებ ორი შეზღუდული რესურსის გამოყენებით, შენი შემოსავალიც იქნება შეზღუდული. მიხთ ხო? გაცილებით შედეგიანი არის ერთი ბევრზე გაყიდვა. როდესაც ისევ შენს დროს და ენერგიას ყიდი, ოღონდ ერთ მომენტში ყავს კონცენტრირებული, აქ თუ სათავეთ ელაპარაკებოდი, ახლა ერთ დარბაზში ზის ყველა. აქ შეიძლება დიდი ფული იშოვო, აქ უკვე ფულს შოულობ და ამას აღარ ჩენი დრო მიაქვს, აღარ ჩენი ენერგია მიაქვს, უბრალოდ ფულს შოულობ, იმიტომ რომ ამ რაღაცას ავტომატიზებულად გამართული სისტემის საშუალებით აჩვენებს ხვებსაც. თუ გაინტერესებს როგორ გამოიყურება ეგეთ ვებინარები, ამ ვიდეოს ქვემოთ რამდენიმე საუკეთესოს მოკლედ დაგილინკავ ჩემსაც და შეგიძლიათ დაესწროთ, დააკვირდე უკვე ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა როგორ ნახე, აქედან გამომდინარე უკვე სულ სხვადასხვანაირად დაინახავ იმ ყველაფერს, რასაც დაინახავ. ეს ეხება გაყიდვებს. იგივე სამი საფეხური გვხვდება მარკეტინგში და ნახე რას გულისხმობ. გაყიდვებში იყო როგორ? გაყიდე ერთზე, გაყიდე მეტზე, გაყიდე მეტჯერ, ხო? იგივე არის მარკეტინგში. იდენტური უბრალოდ სხვადასხვანაირად განიმარტება. პირველ საფეხურზე შენი მიზანია, რომ შენი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი შეთავაზებები მილიონმა კაცმა იყიდოს და რაღაცა მომისმინეთ, გარდა წყლის, ჰაერის და ძილის, ამ სამი რაღაცის გარდა ყველას არ ჭირდება არანაირი პროდუქტი. ჩვენ გვგონია უბრალოდ რა კი გვიყვარს ჩვენი პროდუქტები, რომ ეს ყველასთვის არის, რაც მსოფლიოში საუკეთესო ინჟინერი რო იყო. საუკეთესო ნეიროქირურგი რო იყო. მსოფლიოში საუკეთესო თვალის ექიმი რო იყო. მსოფლიოში საუკეთესო გულის ექიმი რო იყო. ყველას მაინც არ დაჭირდები, მხოლოდ იმას, ვისაც აქვს ეგ პრობლემა. ამიტომ, როდესაც რაღაცა პროდუქტთან სერვისს ყიდი, პირველი რა მიზანიც უნდა გქონდეს, არის გაყიდო ერთზე. ჯერ გაყიდო ერთ ადამიანზე, ოღონდ ეს ერთი ადამიანი უნდა იყოს ნახე როგორი. ეს ერთი ადამიანი უნდა იყოს ისეთი პრობლემის მქონე, რომლისთვისაც შენი პროდუქტი უკვე ძალიან მაგარია. ეხლა რასაც გეუბნები, გეხვეწები, თუ გინდა გადაახვიე მე თავიდან ნახე ეს ბოლო მომენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რასაც გეუბნები, ნახე. პრობლემა ნახე რაში ადამიანებს გონიათ, რომ იცი რა, ეს პროდუქტი მაქვს
და რო გავაკეთე შეთავაზება ცოტა მიყიდა და ეხლა ავდგები და გავაუმჯობესებ ამ პროდუქტს რომ ბევრმა იყიდოს. არა ძმაო, მომისმინე. ამ სამყაროში საკმარისზე მეტი ადამიანია უკვე ისეთი, ვისაც შენი პროდუქტი როგორიც უკვე არის, ეგ უკვე კაია. იმიტომ კი არა რომ ცუდი პროდუქტი გაქვს და ვინმეს, არა ძმაო, ნახე, პირადად შენ ეხლა რა უნარებისაც ხარ. შენ ხო უკვე საკმარისი ხარ ვიღაცისთვის. შენ ხო არ გჭირდება რომ იმიტომ გახდე უკეთესი რომ სხვებს მოეწონო. უკეთესი თუ გახდები ისევ შენთვის არის კარგი, არა იმიტომ რომ სხვებს მოეწონო, უბრალოდ იმიტომ რომ შენ გინდა რომ უკეთესი იყო. მაგრამ ეხლა როგორიც ხარ, უკვე კარგი ხო ხარ ვიღაცისთვის. პროდუქტი რომელიც გააქვს, უკვე კარგია ვიღაცისთვის და მარკეტინგის მიზანია რომ ჯერ თუნდაც ერთი ადამიანი ნახოს, ვისთვისაც ის რაც გააქვს, უკვე კარგია. გაუმჯობესებას ყოველთვის მოასწრებ, მაგრამ ის რესურსი რაც უნდა მოახმარო გაუმჯობესებას საწყის ეტაპზე, ჯობია მოახმარო იმ ადამიანების მოძებნა მოზიდვას, ვისთვისაც უკვე იმდენად კარგი ხარ, დააკვირდე, რომ შენ მათ მოლოდინს აჭარბებ. რატომ და გადააჭარბო მოლოდინს, ამასაც გეტყვი, მაგრამ ნახე, იმდენად კარგი უნდა იყო, რომ ამ ერთის მოლოდინს აჭარბებდე და შემდეგ უნდა სწავლობდე რა განაპირობა ის, რომ ამ ერთის მოლოდინს ესე გადააჭარბა ჩემმა იმ პროდუქტმა, რომელიც უკვე მაქვს. ეს პრობლემა ჰქონდა, ეს ჰქონდა, ეს ჰქონდა, ეს ჰქონდა. ეს ჰქონდა და ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ეს პროდუქტი ამისთვის იდეალური აღმოჩნდა. მეორე რა უნდა გააკეთო? შენმა მარკეტინგმა უნდა იპოვოს ესეთი ბევრი. ანუ შემდეგ უნდა გაყიდო ერთი ბევრზე. და შემდეგ უნდა გაყიდო ერთი ბევრჯერ. ანუ აი ეს პროცესი უნდა ამეორო. მოკლედ, ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერს ეს რაღაცები, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მარტივად ვსაუბრობთ, ხო? რატო აქვს მნიშვნელობა? წეგან შემთხვევით არ მithქვამს, რომ ეს ერთი ისეთი უნდა იყოს, რომ მის მოლოდინს აჭარბებდე. იმიტომ რომ როცა მოლოდინს აჭარბებ, ავტომატურად რთავ ადამიანის ტვინში ესეთ ღილაკს ჩათვალე, ტვინში აქვს ესეთი ასაწევი კნოპკები. ზოგადად მარკეტინგით როცა ინტერესები უნდა გესმოდეს, რომ ადამიანებს გვახასიათებს გქონდეს რაღაცებზე რეაქციები. შესაბამისად, თუ ვიღაცა ჩვენს პროდუქტს ლანძღავს, იმიტომ შეიძლება ლანძღავდეს, რომ მას გქონდეს რეაქცია. ჩვენმა პროდუქტმა მისი მოლოდინი არ გაამართლა, წარმოიდგინე. და ჯგუფიც არის ხო რაღაც სასოწარკვეთილი რაღაცები და დიდი რაოდენობით ადამიანები წერენ ცუდ სხვებზე. რატომ? იმიტომ რომ ესეთი რეაქცია აქვს ადამიანს, როდესაც მისი შენაძენი მოლოდინს არ ამართლებს. თავარია გესმოდეს, რომ თუ შენი პროდუქტი მოლოდინს გაამართლებს, ადამიანი არ დაიწყებს ამაზე ლაპარაკს. ნახე, თუ არ გაამართლა, ხო დაიწყებს ყვირილს, მაგრამ თუ გაამართლა, არ დაიწყებს ყვირილს, რა კაიაო. რატომ? იმიტომ რომ მოლოდინის გამართლება არანაირი ღილაკს არ თავს ტვინში. დილით რომ მზე ამოვიდა დღეს, რა ქენი დედამიწას უთხარი, იცი ამოვიდა დღეს მზე, არა, იცოდი, ჩვეულებრივი ამბავიო. აბა, ღამის 3 საათზე ამოსულიყო მზე. ვაი, არ ელოდი. ნახე, თუ გინდა რომ ადამიანებმა შენზე დაიწყონ ლაპარაკი, შენ უნდა ასწდე მათ მოლოდინს. თუ ცუდისკენ ასწდები, გაგლანძღავენ, მაგრამ თუ კარგისკენ ასწდები, დაიწყებენ შენზე ლაპარაკს. შესაბამისად, შენმა პროდუქტებმა და სერვისებმა ადამიანების მოლოდინს უნდა გადააჭარბოს. რატომ? იმიტომ რომ, ნახე, ეს რაღაცნაირად ემთხვევა, ხო, სამი საფეხურია, სამი რაღაცა. მოლოდინს როცა აჭარბებ, პირველი რაც ხდება, იწყებენ ლაპარაკობენ შენზე კარგს, ლაპარაკობენ. მეორე, თუ ახლა კუბოს არ ყიდი სიტყვაზე და რაღაცა ციფრულ პროდუქტს, თუ მატერიალურ პროდუქტს ყიდი, ადამიანები სიამაყით ატარებენ. ნახე, ყველაზე კაი რა შეიძლება ქნას შენმა მომხმარებელმა შენს პროდუქტზე. ილაპარაკოს კარგი შენზე, ატაროს სიამაყით, თავმოწონებით და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ქნას არის დაგიბრუნდეს. დაგიბრუნდეს, იმიტომ რომ ნახე, როდესაც შენ რაღაცა რესურსს ახმარ, იმას რომ შენი საქმელი ერთ სწორ ადამიანამდე მიიტანო, ამაში ხო რესურსი იხარჯება და ეს ადამიანი როცა უკვე გიბრუნდება, განმეორებით აღარ გიწევს იგივე რესურსის დახარჯვა. მაგალითს გეტყვი, ნახე, თუ დაოჯახებული ხარ, შეიძლება სანამ დაოჯახდებოდი, მანამდე 1 წელი ხვდებოდი შენს მეუღლეს. პაემანს დადიოდით ის, იმისთვის რომ დაოჯახებამდე მისულიყავით, მაგრამ რო დაოჯახდით, ეხლა იმისთვის რომ დილით ყავა დალიოთ, კიდე იგივე მანძილის გავლა ხო არ გჭირდება.
ინერციას ხო მიხვდი მოკლედ. იგივე ამბავია, როცა მომხმარებელი გიბრუნდება, შენ აღარ გიწევს ყოველ ჯერზე მასში იმ რესურსის დახარჯვა, რომელიც უკვე დახარჯული იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ გადააჭერბე მის მოლოდინს, ეს ადამიანი უკვე გიბრუნდება. და რატო კაი რო გიბრუნდება? ფული, რომელსაც ის შენთან ხარჯავს, უფრო მომგებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ შესაძლებლობას გაძლევს, რომ ამ ადამიანს ეპატივი. ნახე, როცა ესე გესმის, ხო ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. მინდა რომ დააკვირდე, ამ ვიდეოს შემდეგ მინდა დააკვირდე სწორ და არასწორ რაღაცებს, რასაც გარეთ დაინახავ. ნახე, იმისთვის რომ ადამიანებმა ახალი მომხმარებლები მოიზიდონ, აცხადებენ ფასდაკლებებს. და შეიძლება აღმოაჩინო, რომ გუშინ რაღაცა იყიდე, სადაც განმეორებით მიხვედი, თუნდაც სუნამო და ახლა ამ სუნამოზე ახალი მომხმარებლებისთვის არის ფასდაკლება და შენ ფიქრობ, რომ ბიჭო, მე შენთან დავდივარ ძმაო. იმის გამო რომ შენი მომხმარებლები ვარ, მე არ მიკეთებ ფასდაკლებას და იმას რატო უკეთებ, რომ მოიზიდო? და შენ მაგიტო უკეთებს, მაგრამ არასწორია. მომხმარებლები, რომლებიც გიბრუნდებიან და შენთან ხარჯავენ ფულს, ეს ის ფულია, რომელიც შენ გეხმარება, რომ აი აქ რაც ვთქვით, შენი სათქმელი მიიტანო ბევრის ყურამდე და ეს ციკლი ატრიალო ბევრჯერ. და ნახე, როცა ესე გესმის, შენ უკვე ხვდები, შენი ბიზნესი როგორ უნდა მუშაობდეს, როგორც გამართული ძრავი, აი ჩათვალე 8 ცილინდრიანი ძრავია რა, აქეთ გაყიდვები მუშაობს, ესე, არა, 8 არა, 6-იანი იყოს. აქეთ 3 ფეხურიანი პორშინი მუშაობს, ესე გაყიდვების, აქეთ მეორე მარკეტინგის და შენი ძრავი უკვე მუშაობს საათივით. მოკლედ იმედია დაუმუღა მე ამ რაღაცეებს, იმიტომ რომ ეს რაღაცები არის ქვაკუთხედი, ეს რაღაცები არის საძირკველი და საფუძველი იმისი, რომ შენმა პროდუქტებმა, შენმა უნარებმა, შენმა სერვისებმა ფული მოგიტანოს, გემრიელი ფული მოგიტანოს და რაც მთავარია, ეს ფული მოგიტანოს სხვებისთვის იმაზე მეტი ღირებულებების მიწოდებით, ვიდრე ის ფულია, რომელშიც მასში გიხდიან. ზუსტად ასე შეიძენ ჯარს ბედნიერი, კმაყოფილი, თვალებ გაბრწყინებული მომხმარებლების. არაერთხელ გექნება ნანახი ჩემი ბედნიერი მომხმარებლები. ეს არის მიზეზი, რითიც ამ ყველაფერს ვახერხებ. ვაჭარბებ მათ მოლოდინს ყოველ ჯერზე ისე, რომ მათ ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთონ არის ის, რომ თქვენ, რომ გოგეშულის კურსები არის რაღაცა, რაც უნდა გაიარო. ცოტათი შემომეყიდა ახლა შენზეც, მაგრამ არა უშავს. მოკლედ ის ლინკები, რომელიც შეგპირდი აღწერაში დაგხვდება და ეს არის ჩემს რომელიმე ვებინარს, იმიტომ რომ ეს საკითხები კიდევ უფრო სიღრმისეულად არის გაანალიზებული და განხილული, გამოიყენე და დაიწყე შენი ცხოვრების უფრო ხარისხიანად გატარება. დაიწყე აიძულე შენს პროდუქტებს და სერვისებს, რომლის შექმნასაც დიდი ხანია ემსახურები, აიძულე, რომ დაიწყონ შენთვის მსახურება. ისეთი გზა და სისტემა აუგერო, მას სხვა გზა არ ქონდეს, გარდა იმისა, რომ ფული მოგიტანოს. ფულის მოტანა იყოს წესიერი, პატიოსანი, სასიხარულო და სუფთა სინდისით გაკეთებული საქმეების შედეგი. ამიტომ გამოიყენე იმისთვის, რომ გაიხარო შენი ნაშრომით, გაიხარო შენი ნაოფლარით. ძმაო, იმიტომ რომ იმაზე დიდი სიამოვნება არ არის, როდესაც იმპულს ჭამ, რომელსაც სხვა ადამიანების დახმარებით, სხვა ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებით, სხვა ადამიანების ცხოვრების გახალისებით და სხვა ადამიანების გადარჩენით გამოიმუშავებ. ამაზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო. გესმოდეს, რომ ადამიანები ფულს იხდიან ერთადერთ შემთხვევაში და ამ ერთადერთ შემთხვევას ქვია პრობლემის გადაჭრა. ვისი პრობლემის გადაჭრა? ადამიანი რატო ყიდულობს რაღაცას? შენი პრობლემა რა გადაჭრას თუ თავისი? თავისი შესაბამისად შენ უნდა იყოს ძალიან მაგარი სხვების პრობლემის აღმოჩენაში და ძალიან მაგარი უნდა იყოს ამ პრობლემების გადაჭრაში და ადამიანები ვისთვისაც ამ პრობლემის არ გადაჭრას დააკვირდი. ადამიანები ვისთვისაც ამ პრობლემის არ გადაჭრას უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე მის გადაჭრას, სიამოვნებით გადაიხდიან მასში გადასაჭრელად. მით უმეტეს, როდესაც ის შედეგები, რომელსაც შენი პროდუქტები და სერვისები მათ მისცემს, კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს, სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ გადაიხადონ. ეხლა უკვე ამოხსენი ხო გონებაში, რატო ხდება ისე, რომ შენი პროდუქტები შეიძლება ყველამ არ იყიდოს. არ იყიდოს, იმიტომ რომ იმ ადამიანს შეიძლება პრობლემა კი ჰქონდეს, მაგრამ მისთვის ამ პრობლემის არ გადაჭრა არ იყოს ზვირი. მიხდი რას გეუბნები. მოკლედ ეგ არის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოზე.